რა დროს უნდა გაკეთდეს ოპერაცია ხერხემლის მალთაშორისი დისკის დიაქრის დროს? მიზეზი პირველი. თუ ძლიერი ტკივილები აღინიშნება კისრის ან წელის არეში და გადაეცემა კიდურებში. აღნიშნული ტკივილები არის აუტანელი ხასიათის და ის გრძელდება დაახლოებით 1 კვირიდან 10 დღემდე და ჩვენს ხელთ არსებული აბსოლუტურად ყველა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოვიყენეთ, არის უეფექტო. ამ შემთხვევაში რასაკვირველია უნდა გაკეთდეს ოპერაცია. მეორე მიზეზი რაშის კუდის სინდრომი. ეს ძალიან რთული გართულებაა, რა დროსაც პაციენტს აღინიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, ეს სიმპტომი ვითარდება წელის მალთაშორისი დისკის დიდი თიაქრისას, რა დროსაც ხდება ნერვული წნულის სრული მიჭყვეტა. მესამე მიზეზი, როდესაც პაციენტი ვეღარ იმორჩილებს ხელს და ფეხს, ხდება კუნთების გიპოტროფია და გრძნობელობა სრულიად ქრება კიდურებში. მეოთხე მიზეზი, ეს არის კოჭლობა, რა დროსაც პაციენტი ვეღარ ფლობს ქვემო კიდურს და ის იწყებს კოჭლობას. ეს არის ის 4 აუცილებელი მიზეზი, რა დროსაც პაციენტმა უნდა გაიკეთოს ოპერაცია მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს. ხოლო სხვა შემთხვევებში აუცილებელია პაციენტმა სცადოს და ჩაიტაროს მკურნალობა, კერძოდ მედიკამენტოზური თერაპია, ფიზიოპროცედურები და ბოლოს, როდესაც პაციენტის მდგომარეობა იქნება კარგი, სამკურნალო ვარჯიში.